ძალიან ხშირად მოსირებდა სპეცსამსახურების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ გამსახურდია გაიყვანეს ცოცხალი. მე თითქმის ყველა ნომერში ვდებდი ასეთ რაღაცას. ესე ერთგვარი მეხამრიდი იყო ჩემთვის. ან რას ქვია ცოცხალი გაიყვანეს? ანუ დღემდე მყავს მე ესეთი მოწმეები და ვთქვათ მხილველები, რომელთაც ცოცხალი გამსახურდა ეხილა სხვადასხვა ადგილას მოპოვების შემდეგ. მე ჩემხვედრია. შენ შეხვედრია ესეთი ვიღაცები და სხვათა შორის მე საბაპატიე საწყალი გარდაცვლილია იუნონა აფაქიძე. კი, იუნონა. მიყვებოდა რომ ის შეხვდა ხო უკვე ეს 95 თუ 16 წელია სამეგრელოში სადღაც. ხო. შენ მოისმენეს ისტორია, მოსმენელია. ჩახვედი სამეგრელოში. არა, მე ის მიყვებოდა. მე შენის გიყო, მე ჩავედი ჩქვალერში და შევხვდი იმ ხალხს და ამ ისტორიის მოწმეებს. ერთმა დამიდასტურა კიდეც. არა, იუნონა უნდა რომ მე თვითონ ნახეო. მერეც. მაგალითად, ქსელში არის იმის მოგონება და ინტერვიუ გოჩა ბახიას. გოჩა ადასტურებს რომ სხვა შორის ამას მეც ვადასტურებ. ზვიაც ფიზიკურად რო განდა, ბატონ ზვიაც ფიზიკურად გავდა ძალიან მსგავსი სხვა პერონულად ჩამოხატული ქუდით ჩაიყვანეს სოხუმში. სპეცსამსახურმა? არა, ამ ბიჭებმა ბახიამ და სხვებმა ჩაიყვანეს ზაპოროჟიეში ჩასვეს მაშინ. და აიყვანეს გორბაჩოვის აგარაკს თუ რაღაცას ეძახიან იქ არა. და რატო მიზანი აიყო? არაფერი, სპეცსამსახურების ასე ვთქვათ ყურადღება, ანუ იმ ნდევრების, ჭანტურიას რაზმის სანამ მოკლავდნენ, ეს გააკეთეს და მე მაგალითად ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი, ჩემი თვალით მაქვს ნანახი, რომ საქართველოს მაშინდელი ტელევიზია გადასცემდა ინფორმაციას, რომ გამსახურდია იმყოფება იქ, ანუ სოხუმში. ხო. ჟარგონით ვთქვათ, კარგად აჭამეს მაშინდელ ხელისუფლებას იმ ბიჭები.